ინგლისური ენის სპეციალობით ბაკალავრის ხარისხი ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო, მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივ საქმე და ინსტიტუტში, სერტიფიცირებული ბუღალტერია, იყო განათლების მინისტრის პირველი მოადგილე. 2 წელია, რაც მინისტრია. 20-30 სტუმარია თამარ სანიკიძე. საღამომშვიდობისა, ქალბატონო თამარ და ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვეთმეთ დრო. საღამომშვიდობის. ქალბატონო თამარ, ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყება ბუნებრივია ასოცირდება გარკვეულ სიახლეებთან. რა იქნება წელსმთავარი? ძალიან კარგი შეკითხვაა, მაგრამ ვისარგებლებ დროით და კიდევ ერთხელ ყოველას მიულოცავ სასწავლო წლის დაწყებას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ძალიან ბევრი ახალგაზრდისთვის და მოსწავლისთვის, პედაგოგისთვის და ზოგადად საგანმანათლებლო საზოგადოებისთვის. ამიტომ წარმატებას უსურვებ ყოველას. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს წელს, რომელიც აუცილებელია რომ კარგად დავნერგოთ. საუბარი მაქვს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი ჩვენი თითქმის 2 წლიანი მუშაობისა, იმიტომ რომ სკოლაში განათლების ხარისხი, მოსწავლის შედეგები მეტწილად დამოკიდებულია პედაგოგზე. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი ბევრი მასწავლებელი, რომელსაც სჭირდება სახელმწიფოსგან ხელშეწყობა. არის პროფესია ასეთი პედაგოგიკა, რომელსაც მხარდაჭერა ჭირდება, დაფასება ჭირდება და სწორედაც ეს სქემა თავიდან ბოლომდე ამ პროფესიას არეგულირებს. ეს არის საუნივერსიტეტო პროგრამები, ეს არის პროფესიაში შესვლის ალტერნატიული გზები, არსებული პედაგოგების პროფესიული განვითარება, ეხლა უკვე საფეხურებზე მოძრაობა, შეფასება და ხელფასი რაც თავად. და რას მოუტანს გარდა ანაზღაურებისა, როგორც თქვენ უკვე განაცხადეთ, ეს განათლების ზოგადად სისტემას და რაც მთავარია პედაგოგებს. პირველ რიგში კიდევ ერთხელ ჩვენი მიზანი არის რომ გავაუმჯობესოთ მოსწავლეთა სასწავლო შედეგები. ეს არის ყველაზე ძალიან რაც გვჭირდება. ამისათვის მასწავლებელი უნდა იყოს მომზადებული, მოტივირებული და ჩართული იმ საქმიანობაში, რომელსაც ქვია საგანმანათლებლო ხარისხიანი საგანმანათლებლო პროცესის განხორციელება. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო მოტივაციის გარეშე ასეთი სისტემის ამოქმედება, იმიტომ რომ საკმაოდ დიდია სისტემა, შრომატევადია. მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებულები ვართ, რომ თითოეულ მასწავლებელს აქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა და დღევანდელი ჩვენი მასწავლებელი ისეთია, რომ დაძლევს ამ, ასე ვთქვათ, გამოწვევებს, მაინც მე ვფიქრობ, რომ კარგი мотивация და მობილიზება საჭირო იქნება. კი ბატონო, ანაზღაურების მატებაზე საუბრობთ და ამავდროულად პედაგოგთა კარიერული წინსვლის ახალ სქემაზე. პედაგოგთა რანჟირების სისტემა ბუნებრივია გასაგებია, რომ თქვათ ორიენტირებული არის ამ შემთხვევაში ხარისხზე და ისიც გასაგებია, რომ მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები გარკვეულწილად მიიღებენ შესაბამისად მაღალ ანაზღაურებას, თუმცა ამავდროულად ცნობილი გახდა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგები გათავისუფლებიან სასწავლო დაწესებულებებიდან, ხომ? ამას სავარაუდოდ მოყვება სოციალური უკმაყოფილება. თქვათ, რამდენად არის სისტემა ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმის? გასაგებია, პირველ რიგში უნდა განმარტოთ, რომ პირიქით ეს სისტემა შეიქმნა იმისათვის, რომ არც ერთმა პედაგოგმა არ დატოვოს პროფესია. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პედაგოგების დეფიციტი, განსაკუთრებით ინფორმაცია უკაცრავად ქალბატონო თამარ, რომლის მიხედვითაც დაბალი, ვთქვათ, კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების სკოლებს დატოვებენ, არ შესაბამება რეალობას. არ არის ეს სწორი და საერთოდ არ გამოვიყენებდი ისეთ სიტყვას, როგორიც არის დაბალი კვალიფიკაციის მქონე მასწავლებელი. ეს არის არასწორი მიდგომა, უბრალოდ გარკვეული სასტარტო პირობების შექმნა გვჭირდებოდა, 10 ათვლითი წერტილი გვჭირდებოდა, რომ დაგვენახა და იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოში არსებობდა გარკვეული სერტიფიცირების პროგრამა. ნაკლოვანი იყო, კარგი იყო, ამაზე არ ვსაუბრობ და ჩვენ ვიცით ყველა მამისი ხარვეზები, ის რაც სახელმწიფო მაშინ დაუსახა მასწავლებელს მისნად და ის ვინც შეასრულა, ნამდვილად იმსახურებდა, რომ გარკვეულ, ასე ვთქვათ, პრიორიტეტულ მდგომარეობაში ჩაყენებულიყო. ამიტომ სასტარტო პირობების განსაზღვრისას და გადანაწილებისას ეს გავითვალისწინეთ ჩვენ და მხოლოდ აი აქედან გამომდინარეობს დღევანდელი ჩვენი რანჟირება. სისტემა ისეა წყობილი, რომ ყველა პედაგოგს ექნება საშუალება მოკლე დროში, მისთვის სასურველ მოკლე დროში თუ სტანდარტულად განსაზღვრულ დროში უპასუხოს იმ გამოწვევებს და სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნებს, რომელიც განაპირობებს მათ შემდგომ მოძრაობას საფეხურებს შორის, სადაც მათ უკეთესი ხელფასი, ასე ვთქვათ, ელოდებათ. პრაქტიკოსი მასწავლებელი, რომელიც ასე ვთქვათ, დღისათვის არ არის სერტიფიცირებული მასწავლებელი, მას აქვს 4 წელი იმისათვის, რომ მინიმალური მოთხოვნების შესრულოს სახელმწიფოში, ხოლო
დანარჩენი დრო დაუთმოს მთლიანად პროფესიულ განვითარებას. აქედან გამომდინარე, სწორედ ამას ემსახურება ეს სქემა, შეფასების კომპონენტს, რომელშიც თვითონ მასწავლებელი და სკოლაა ჩართული, ამან უნდა შეცვალოს სასკოლო ცხოვრება. სკოლის შიდა შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი. ამისათვის მზადდებიან მასწავლებლები, მასწავლებელთა ის ჯგუფი, ფასილიტატორი, რომელმაც კოორდინირება ამ ყველაფერს უნდა გაუწიოს და ამას ჩართულები არიან დონორი ორგანიზაციებიც, როგორიც არის მსოფლიო ბანკი და მილენიუმის კორპორაცია და ამ კომპაქტით არის გათვალისწინებული ასევე მათი ხელშეწყობა. ეს არის იმისათვის, რომ მომამზადოთ სკოლებში ნიადაგი, რომ მასწავლებელმა და პედკოლექტივმა თვითონ შეძლოს შეფასებაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღება. იქ სახელმწიფოს დაკვირვება ორ რამეში იგულისხმება. ერთი არის ტესტური გამოცდა და გარეთ დაკვირვება. ქალბატონო თამარ, როდესაც ვთქვათ რანჟირებაზე ვსაუბრობთ და სხვადასხვა სქემებზე, აუცილებლად უნდა გკითხოთ გამოცდება, პედაგოგთა გამოცდება, ბუნებრივია აჩვენა, რომ ამ მხრივ არის გარკვეული პრობლემები, ხო? შეიძლება ითქვას ჩვენი ინფორმაციით ჟურნალისტებმა, რაც მოვიპოვეთ იმ მასალას დაყრდნობით, ძალიან ბევრმა პედაგოგმა ვერ მოახერხა სწორედ იმ საგნის ჩაბარებაც კი გამოცდებზე, რომელსაგანაც თავად ასწავლიდა. თქვათ, რამდენად ეფექტურია, ბუნებრივია ჩდება შეკითხვა მასწავლებელთა ეს გადამზადების სისტემა და რამდენად რეალურია ერთ ან ორ კვირაში რეალური გადამზადება და რეალური. აღარ არის არც ერთკვირიანი და არც ორკვირიანი. არა, ეს არის თავი და ბოლომდე მორგებული მასწავლებლის საჭიროებაზე. რა ტიპის არის ამ თვითონ, აი ნახეთ პირველ რიგში ვილაპარაკოთ გამოცდაზე და მე მინდა რომ კიდევ ერთხელ ყოველს განვმარტო. გამოცდა აი ახალი სქემით არის მხოლოდ საგნობრივი გამოცდა, საგნობრივი ტესტი, წელიწადში ორჯერ ჩავატარებთ, რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკოს მასწავლებელს პირველი 3 წლის განმავლობაში 6-ჯერ ექნება საშუალება, რომ ასეთ გამოცდაზე გავიდეს. ამიტომ მე არ ვფიქრობ, რომ არანაირი შეზღუდვა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში შეზღუდვა არ იქნება და განად მასწავლებელი, რომელიც ვერ ჩააბარებს ტესტს, უხეშად უტრირებულად რომ ვთქვათ, დატოვებს პროფესიას, არამედ მისი ადგილი გამოცხადდება ვაკანტურად, შეასრულებს მოვალეობას, მაგრამ ამავდროულად საშუალებაც უნდა მივცეთ, რომ ხელმეორედ გავიდეს გამოცდაზე. ხელმეორედ გავიდეს გამოცდაზე და ასევე ვისაც პრეტენზია ექნება იგივე ადგილზე, მანაც მიიღოს უკვე მონაწილეობა. თუმცა თუ მისი ადგილი გამოცხადება ვაკანტურად, ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ასეთი პედაგოგი ვეღარ აიღებს ანაზღაურებას. ნიშნავს თუ არა ეს ფაქტობრივად გათავისუფლებას. სანამ მოვალეობას შეასრულებს, აიღებს, ხოლო თუ კონკურსის შედეგად მას გაუწევს სხვა კონკურენციას და ის დაიკავებს მეორეს, ჩვეულებრივ საკონკურსო პირობებში ვაყენებთ ისევ როგორც არის საჯარო მოხელის ფარგლებში და ნებისმიერ დაწესებულებაში, სადაც კონკურსის წესით იყვნენ თანაშრომლები. ქალბატონო თამარ, სხვადასხვა სკოლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თანხა მათ ძირითადად ყოფნით მასწავლებელთა ანაზღაურებაზე და კომუნალურ გადასახადებზე. ბუნებრივია ჩდება შეკითხვა, თქვათ, ასეთ პირობებში სასკოლო განათლების ხარისხზე საუბარი ხომ არ არის გადაჭარბებული. მოდით ესე გეტყვით, რამდენჯერმე შევცვალეთ ვაუჩერული სისტემა იმისათვის, რომ შეგვეტანა შიგნით ისეთი კოეფიციენტები, რომელიც უფრო გაამარტივებდა სკოლის ცხოვრებას. გარკვეული პრობლემები დავძლიეთ, მაგრამ რეალური ცვლილება წელს შედის ვაუჩერულ დაფინანსებაში. ეს არის კოეფიციენტი სკოლის განვითარების ფონდი, ასე ვთქვათ. ანუ სკოლას გაუჩნდება ის თანხა, რომელსაც სკოლა მოახმარს თავისი გადაწყვეტილების მიხედვით სკოლის განვითარებას, მოვლა პატრონობას და შენახვას. აქედან გამომდინარე, ეს კიდევ უფრო გაუადვილებს ცხოვრებას. მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ აი ამ რამდენიმე ეტაპად გადახედვის შედეგად ვაუჩერული დაფინანსებისა, რომელმაც 40%-ით დაახლოებით ვაუჩერული დაფინანსება გაზარდა, ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ჩააყენა სკოლა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სკოლა იღებს დღეს იმდენ დაფინანსებას, რომელიც მას თავიდან ბოლომდე დააკმაყოფილებდა და განვითარების საშუალებას მისცემდა. ცოტა კიდევ წავიწევთ წინ, განვითარების კომპონენტი წელს უკვე ამოქმედდა სექტემბრიდან და სკოლას გაუჩნდება გარკვეული თანხა იმისათვის, რომ მიმართოს იქ, სადაც ის თulis საჭიროდ და არა მაინდა-მაინც კომუნალური გადასახადის გადასახდელად ან ხელფასების გასასტუმრებლად. ვაუჩერით გათვალისწინებულ თანხას უკვე ცნობილი მის სკოლა მიიღებს, თქვათ, რომელსაც მოსწავლე აირჩევს, სწორედ ამის გამო გადაიტვირთა სკოლები, შეიძლება ასე ითქვას, ზოგში მოსწავლეთა ნაკლებობაც არის, ესეც შეიძლება ითქვას. ამასთანავე ძალიან ბევრი პირველკლასელის მშობლი, რომელიც ვერ მოასწრებს დარეგისტრირებას, იძულებული ხდება ბავშვი სახლიდან საკმაოდ მოშორებით ატაროს. ამ მიმართულებით რაიმე ცვლილებები ხომ არ იქნება? დიდი სიამოვნებით შევცვლიდი მაგ ასე ვთქვათ, აი ამ ლოჯისტიკას, რომ ნამდვილად ქალაქის ერთი ბოლოდან ქალაქის მეორე ბოლოში არ იყოს ბავშვების ასე ვთქვათ მიმოსვლა. მაგრამ ამის განხორციელება მხოლოდ შეიძლება ისეთ მოცემულობაში, სადაც ფაქტია, რომ ეს მშობლებს და საზოგადოებას აწუხებს. ხო,
აწუხებს, მაგრამ წარმოვიდგინოთ, არ მიმდინარეობს დღეს ბავშვების, ასე ვთქვათ, რაიონული რეგისტრაცია, რომ იყოს რაღაც ინფორმაცია, რაზე დაყრდნობითაც ვთქვათ, მიაკუთვნებდით, რომ ეს ბავშვი ეკუთვნის გარკვეულ რაიონს და იქ მოხდეს მათი, ასე ვთქვათ, ლოკალიზება. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულწილად იმასთან არის დაკავშირებული, რომ არსებობს რამდენიმე პოპულარული სკოლა, რომელიც უცებ ივსება და ყოველას უნდა რომ ქალაქის ცენტრში და იმ სკოლაში მიიყვანოს ბავშვი. გასაგებია ეს მიდგომაც, მაგრამ დამერწმუნეთ ძალიან ბევრი სკოლა გვაქვს, სადაც ბავშვის მიყვანა სხვაგანაც შეიძლება. კარგი შედეგებით, უფრო მეტიც არის გარეუბნებში სკოლა და რაიონებშიც, რომელიც გარკვეულწილად კონკურენციებსაც გაუწევდა იმ მოწინავე სკოლებს. ქალბატონო თამარ, წელს მოსწავლეთა ძალიან დიდმა ნაწილმა მიიღო ეგრეთ წოდებული მეორადი სახელმძღვანელოები. რამ განაპირობა? შარშანაც და შარშანწინაც, როდესაც პირველად დავიწყეთ ჩვენ ამ პროგრამის ამოქმედება, თავიდანვე იყო ქსელში როგორც გამოყენებული ისი ახალი სახელმძღვანელოები. 2013 წელს, მაგალითად, ჩვენ გამოვიყენეთ ის სახელმძღვანელოები, რომელიც 2012 სოციალურად დაუცველებს დაურიგდათ. მანამდე წიგნების აღრიცხვა, ასე ვთქვათ, გადახარისხება, შემოწმება, უკან დაბრუნება, ასეთი რამე არ ხდებოდა. დავიწყეთ ჩვენ აღრიცხვიანობა, 2013 წელს ქონა გარკვეული რაოდენობა, 2014 წელს შეფარდება იყო დაახლოებით 60%. მიზეზი არის ის, რომ წიგნი არის გამოყენებადი, წიგნი არის სრულფასოვანი და რატომ უნდა გაანადგურო სახელმწიფო ქონება, როდესაც ის შეიძლება ვინმეს გამოადგეს. აი, მე მართლა არ მესმის ეს მიდგომა, ნამდვილად არ მესმის ეს მიდგომა. დღეს ჩვენ ნახეთ სახელმძღვანელოები. თანხის დაზოგვა არა. რესურსის გაფრთხილება, რომელშიც სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, თანხები დაიხარჯა. მით უმეტეს, როდესაც ეს არ ქმნის არანაირ პრობლემას. შარშანაც ჰქონდა შეფარდება დაახლოებით 60%, 40, 60 იყო ახალი, 40 იყო, ასე ვთქვათ, გამოყენებული. წელს გვაქვს პირიქით 40% გვაქვს ახალი, 60% გამოყენებული. ეს კომპლექტაციებში არის შეზავებული, ისე რომ არც ერთ მოსწავლეს არ ექნება მხოლოდ ახალი, მხოლოდ გამოყენებული და მე მგონი, რომ ეს პრობლემა დღეს გადაცემის ბოლო ნაწილს ჩვენი მაყურებელი ნახავს 2030 ჟურნალისტის თამარ ციკლაურის საავტორო რეპორტაჟს უკვე ბრაზილიიდან, სადაც სხვადასხვა პროფესიების ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო კონკურსი ჩატარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსაც მიიღო სხვადასხვა ამ კონკურსში მონაწილეობა, თუმცა ამავე დროს ამ კონკურსმა აჩვენა, რომ საქართველოში პროფსასწავლებლებში მიღებული ცოდნა არასაკმარისია და ჩვენი ქართველი სტუდენტები, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავის თანატორებთან, უცხოელ თანატორებთან კონკურენტუნარიანების სამწუხაროდ არ არიან. რა კეთდება საინტერესო სასწავლებლების პოპულარიზაციის მიზნით განათლების სამართლის არიან კონკურენტუნარიანები, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ფორმატში მონაწილეობის მიღება. პირველად ჰქონდა ჩვენ ამისი საშუალება და ეს არის ის ძირითადი საშუალება, სადაც მართლა შეიძლება იმ გამოცდილების წამოღება და იმ სტანდარტის გაზიარება, რომლის ირგვლივაც ეწყობა ყველაფერი. არ არის ასე, რომ ჩვენი მოწაფეები არ ყოფილიყვნენ კონკურენტუნარიანები, იმიტომ რომ ჩვენ გარკვეულ მიმართულებებში ვაჯობეთ ისეთ ქვეყნებს, როგორც იყო ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც იყო ესტონეთი, როგორც იყო თურქეთი და ძალიან ბევრი ქვეყანა, საფრანგეთი და ასე შემდეგ. მაგალითად, web developers დააკლდა სულ ერთი ქულა იმისათვის, რომ ეგრეთ წოდებული Medal of Excellence წამოეყო ქვეყნისთვის. ამიტომ არის ნამდვილად არის ბაზა და ჩვენ რას ვაპირებთ ამ კუთხით, ჩვენ უკვე ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ ამ კუთხით. ჩვენი სტანდარტები და პროგრამები თქვენ იცით, რომ ძირფესვიანად არის შეცვლილი. აბსოლუტურად იგივე მეთოდოლოგიით, რა მეთოდოლოგიასაც ეყრდნობა ევროპაც, ამერიკაც და უფრო კიდევ უკეთეს გეტყვით, ყველაზე მოწინავე იქ იყვნენ ასეთი კიდევ ერთი შეკითხვა მინდა მოვასწრო ქალბატონო თამარ, გარკვეული აჟიოტაჟი მოხდა სასკოლო საგნის ბედა საზოგადოებას შემოღებას. ამ საგნის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ გარკვეულ წინააღმდეგობაში მოდის ქართულ მენტალიტეტთან. საინტერესოა, რას გულისხმობს ზოგადად ეს საგანი და რა შეგიძლიათ გითხრათ ამის შესახებ? საგანი არის საზოგადოებრივი მეცნიერებების, ასე ვთქვათ, ნაწილი, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენს, ასე ვთქვათ, კურიკულუმში და ეროვნულ სასწავლო გეგმაში გარკვეული სახით და რადგანაც ჩვენ ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზია განმახორციელეთ, მთლიანად გადავხედეთ ამას, იმიტომ რომ არ იყო ლოგიკურად დალაგებული. ეხლა რაც შეეხება თვითონ საგნის შემოღებას, კარგად ვერ გაიგო საზოგადოებამ და როგორც წესი ხოლმე ნაჩქარევი განცხადებების გაკეთებაც უყვართ მანამდე სანამ ყველაფერს და დეტალურად გაეცნობიან და მე მინდა გითხრათ, რომ აქ ნამდვილად დეტალებს აქვს მნიშვნელობა. საგანი, რომელსაც ამბობენ, რომ უნდა შემოვიტანოთ, ამ საგანს სჭირდება სტანდარტის დამტკიცება, სჭირდება პროგრამის დამტკიცება, სჭირდება სახელმძღვანელოს განვითარება, მასწავლებლის მომზადება.
პროცესი არის მომენტში, სადაც განვიხილავთ სტანდარტს და პროგრამას. საგანი და მეთოდოლოგია არის განხილვის საგანში. ეს არის აბსოლუტურად გახსნილი ფორმატი, ყველა მონაწილეობს, მათ შორის საპატრიარქო, რომელზედაც ბევრი ელაპარაკეს, ამიტომ გავყვებით, დავაკვირდებით და ვნახავთ საით. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. 2030-ის შეკითხვებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე პასუხობდა რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ ბრაზილია და ქართველი კონკურსანტები.